მეგობრებო, დღეს ჩვენ გვაქვს ორი საქმე განსახილველად. ჯამში 6 პირი გამოცხადდება კომისიის წინაშე. პირველი ეს გახლავთ ქალბატონი იამეტრეველი, ამირან ბუტა-რობაქიძის მოკლული ბუტა-რობაქიძის დედა. სანამ ქალბატონიას ვთხოვთ, რომ შემოგბრძანდეს დარბაზში, მე მინდა ჩვენს ახალგაზრდებს მომავალ თაობას ვაჩვენოთ ერთი ძალიან პატარა, თუმცა მრავლისმეტყველი ვიდეო, რომელშიც თქვენ ნახავთ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად ციხეში საპატიმროში თავისუფლება აღკვეთილი პირია და იხდის სასჯელს. კლინიკა ვივამეთში, თუმცა ის პატიმარია. და ასევე ისინი, ვინც შეიძლება არ იცოდნენ მათთვის განმარტავ, ვიხილავთ ვიდეოში ბატონ ვანო მერაბიშვილს, რომელიც გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრი. ის პოლიტიკა, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცხადეს, რომლის შესახებაც გააცხადეს, ეს გახლავთ სისხლის სამართლის პოლიტიკა და ჩვენი ახალგაზრდები ნახავენ, რა პოლიტიკა დაანონსა სისხლის სამართალში ჩვენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და დღეს უკვე ჩვენ ვიხილავთ მოცემული პოლიტიკის შედეგს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მყირალა მაგალითი გახლავთ სწორედ ბუტა-რობაქიძის საქმე. მე მინდა ვთხოვო სამდივნოს, რომ ეს სულ რამდენიმე წუთიანი ვიდეო გვაჩვენოს, რომ ახალგაზრდებმა შეხედონ, ვინ გვმართავდა მაშინ და რა იყო ამის შედეგი, უკვე სხდომაზე იხილავენ თავად. სადაც იარაღი გამოსახენებელი, იარაღი უნდა იქნას გამოყენებული. ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ. Clearance უნდა გაუქმდეს პირობითი სასჯელი, არანაირი პირობითი სასჯელი, ყველა ციხეში. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველას არავითარ შემთხვევაში არ შეკითობდნენ ხელი. დიდი მადლობა. შესაბამისად, ვინც შეიძლება სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე იყოს სტუდენტი ან სხვა მხრივ ინტერესი ჰქონდეს ახალგაზრდა ასაკში იკითხოს სამართლებრივი ლიტერატურა, მისთვის ეს ვიდეო აბსოლუტურად გასაგები და ძალიან ბევრის მთქმელია. თუმცა, ვინც ასეთი ინტერესის მატარებელი არ არის, იმ ახალგაზრდებს ალბათ უნდა ვუთხრათ, რომ წვრილმანი დანაშაულისთვის ის ცივილური სამყარო, რომელიც არის მაგალითისთვის, როგორც ვეძახით ხოლმე, ბებერი დემოკრატიული ევროპა, რომლისკენაც ყველა ერთად მივილტვით და მივისწრაფით, არავითარ შემთხვევაში წვრილმანი, ეგრეთ წოდებული წვრილმანი დანაშაულისთვის არ ითვალისწინებს და არ უნდა ითვალისწინებდეს მრავალწლიან საპატიმრო ციხეში გამოკეტილ მდგომარეობაში სასჯელს, ვინაიდან კანონი იმის კანონია, რომ ის იყოს არამხოლოდ დამსჯელი, არამედ სამართლიანიც. შესაბამისად, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მაშინ გამოვიდა და პარლამენტის ამ შენობაში ტრიბუნიდან დაანონსა, რომ წვრილმანი, როგორც მან უწოდა, დანაშაულისთვისაც კი უნდა ყოფილიყო მაღალი სასჯელი, რომ არავითარი პირობითი სასჯელი არ უნდა ყოფილიყო და ასეთი სასჯელი უნდა გაუქმებულიყო კიდეც და დაანონსა სისხლის სამართალში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამას მოყვა მთელი რიგი საკანონმდებლო რეფორმები, ბრჭყალებში რეფორმები, შემოღებული იქნა გამკაცრებული სასჯელები და რაც მთავარია, შემოტანილი იქნა სრული შეკრებითობის პრინციპი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ერთი ადამიანი ჩაიდენდა, მაგალითად დღეს მოიპარავდა პურს, ხვალ მოიპარავდა მურაბას და შემდეგ ვთქვათ დააყაჩაღებდა ვინმეს, თითოეული ამ დანაშაულისთვის მიურჩიდნენ სასჯელს, რაც ასეც უნდა იყოს, მაგრამ შემდეგ ეს სასჯელები არითმეტიკული წესით შეიკრიბებოდა და იყვნენ ადამიანები, ბატონი სოზარი და ყველა აქ მყოფი ადამიანი, ბატონი ალუ და ადვოკატი იყო და სხვები, ყველას კარგად ახსოვს, მიიღებდნენ ხოლმე 25, 30, 35, 40 და მეტი წლით გრძელვადიან სასჯელებს. ასე გადაივსო ქართული საპატიმროები პატიმრებით და ჩვენ მივიღეთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დაახლოებით 25,000 პატიმარი
იხდიდა სასჯელს ქართულ ციხეებში, მათ ეძინათ რიგრიგობით, ჰეპატიტი C და სხვა ჰეპატიტები, ტუბერკულოზი და გადამდები დაავადებები იყო მოდებული, რეალურად ეპიდემიამ ძვინვარებდა და იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. ამას მე არ ხსნი იმათთვის, ვინც ეს იცის, მაგრამ დროის ესწრაფად გადის და გავიდა კიდეც, რომ აუცილებელია ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ. შემდეგ თქვენ ნახეთ ვიდეოში შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც უკვე ბრძანა, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული პოლიტიკის აღსრულებისთვის მან, როგორც უწოდებთ ხოლმე შინაგან საქმეთა მინისტრს, ქვეყნის ნომერ 1-მა პოლიციელმა ყველა პოლიციელს პარლამენტის ტრიბუნიდან უთხრა, რომ როგორც მან თქვა, ხელი არ უნდა აგიტოყდეთ. ასეც მოიქცა პოლიციელების დიდი ოდენობა, რომ მათ ხელი აღარ უტოყდებოდათ და ჩვენ ნახეთ ამავე ვიდეოში კადრები, რომელიც არ არის რომელიმე მაფიოზული ფილმიდან ამოღებული, ეს არის თბილისში სანაპიროზე გადაღებული კადრები, როდესაც ახალგაზრდები, კონკრეტულად კი ვაზაგაშვილი და სხვები ჩაცხრილა სახელმწიფომ თავისი ხელითვე სანაპიროზე. ახალგაზრდები ხას უსვამ, ამიტომ დღევანდელმა ახალგაზრდებმა ეს უნდა კარგად იცოდნენ, რაც არ უნდა ვინმეს მოიჩვენოს, რომ ასეთი გრძელი შესავალი შეიძლება სხდომისთვის იყოს უსარგებლო. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა მიცოდეს. ჩვენ დარბაზში მოვიხმობთ სამდივნოს თხოვ შემოაცილოს ქალბატონ იამეტრეველს, რომელიც სწორედ ასეთი ნულოვანი ტოლერანტობის, ანუ ხელი არ აგიტოყდეს ჩაცხრილი ადამიანი და მით უმეტეს ახალგაზრდა ქუჩაში, ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია, ვინაიდან მისი შვილი ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში პოლიციის ხელით იქნა მოკლული და ჩვენ მოვისმენთ რა მოხდა შემდეგ, როდესაც ეს ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა სახელმწიფომ ქუჩაში. ქალბატონოია, მოგესალმებით, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი, დაბრძანდით. ქალბატონოია, მოგესალმებით, ჩვენ სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, ვაჩვენეთ ვიდეო, სადაც მაშინდელმა პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკა, ხელი უქნია საზოგადოებას, თითი უქნია და თქვა, რომ ყველა უნდა ყოფილიყო ციხეში და მოვისმინეთ ასევე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ ივანო მერაბიშვილის ასევე მაღალი ტრიბუნიდან დავალება პოლიციელებისადმი, როგორც მისი გამონათქვამი იყო, მაშინ გახსოვთ თქვენ ყველაზე კარგად, ხელი არ აგიტოყდეთო, ასეთი ბრძანება გასცა პოლიციელების მიმართ. სანამ საუბარს შეუდგებით თქვენთვის და ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ტრაგიკულ თემაზე, პროცედურა გახლავთ ასეთი, რომ მე უნდა გაგაფრთხილოთ განზრახ სრულ ახსნა განმარტებასთან დაკავშირებით, რომ თქვენ არ უნდა არიდოთ კითხვებზე პასუხს თავი, ეს არ არის თქვენი სტილი, თქვენმა ბრძოლა მრავალი წლის მანძილზე. ეს აჩვენა საზოგადოების მაგალითი იყავით, შეშინებული საზოგადოების, როგორ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის და ახალგაზრდება, ვინც ეს დღეს შეიძლება არ იცოდეს, მაშინ ბრძოლა იყო ძალიან საშიში. იმიტომ რომ შეიძლებოდა ოჯახები ამოეწყვიტათ იმისთვის, თუ როგორ თუ ხმა ამოიღეო ამის გამო. თქვენ ამ ბრძოლის მაგალითი ბრძანდებით, თუმცა ის რომ მე თქვენ ამის შესახებ გაგაფრთხილეთ, ამის დასტურად გთხოვთ თქვენ წინ მდებარე დოკუმენტზე დასვათ ხელმოწერა და შევუდგეთ გასაუბრებას. მადლობას გიხდით. რომ დააჭერთ ხელს, მიკროფონიც აინთება და ჩართული იქნება. დიდი მადლობა. ქალბატონოია, პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის, უმძიმესია შვილმოკლული დედისთვის. ყოველ ჯერზე ამბის გახსენება, ამიტომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ პირველივე მოწვევისთანავე თქვენ დათანხმდით მობრძანებაზე. ეს სხვა დედებისთვის, მეუღლეებისთვის მაგალითი იქნება, რომ ძალა იპოვონ თავის თავში და გვეწვიონ, იმიტომ რომ ამას ჩვენ ახალგაზრდებისთვის ვაკეთებთ. ბუტა რობაქიძის საქმე ჩვენი ხელისუფლების პირობებში და თქვენი ოჯახის დიდი ძალისხმევის შედეგად, პროკურატურის მუშაობის შედეგად გამოძიებული იქნა და შეიძლება ვინმე მიფიქროს რაღაცა საჭიროა ამის გაცოცხლება, მაგრამ ვინაიდან ამ კომისიის ხდომები საჯაროა,
და ახალგაზრდების მხრიდან გარკვეულ ინტერესს იმსახურებს, როგორც ჩვენ ვიცით, ვთვლი რომ თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ იმით, სწორედ ახალგაზრდებისთვის, რომ თქვენი სრულიად ახალგაზრდა შვილის ქუჩაში მკვლელობის საქმეზე გვესაუბროთ. თქვენ ის დრო აიღეთ, რომელიც თქვენ გჭირდებათ თავისუფალი თხრობის რეჟიმში, რომ გვიამბოთ და შემდეგ კითხვებსაც, რა თქმა უნდა, დაგისვამთ თქვენი ნებართვით, გთხოვთ. პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება მოუყვე ამ ჩემი ტრაგედიის შესახებ, თუმცა ნამდვილად კარგად იცის საზოგადოებამ ეს ყველაფერი, მაგრამ სწორედ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან და რისთვის დგანან, მე მგონი უმეტესობამ არც კი იცის, სწორედ მათთვის მინდა ეს ყველაფერი ახლიდან მოუყვე და გავაგებინო ამ ბავშვებს, რადგან ისინი ზოგი მაშინ დაბადებულიც არ იყო და ან ძალიან პატარა იყო და არ შესწრებია და არ უნახავს ეს ყველაფერი და ამიტომ მინდა რომ მე როგორც ესე განადგურებულმა დედამ მათ მოვუყვე ეს ყველაფერი სინამდვილეში რას წარმოადგენდა ის რეჟიმი და რას წარმოადგენდა ის მთავრობა, რისთვისაც ახლა ეს ბავშვები სწორედ მათ წისქვილზე ასხავენ წყალს და აი ეს ამიტომ მინდა. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო იმითი ცოტა შესავალივით გავაკეთო და დავიწყო იმითი რომ მე აქ წარმოვადგენ ქალბატონ ირინა ენუქიძესაც და მე მარტო ბუტას ჭირისუფალი არა ვარ აქ მოსული, აქ ვარ მე როგორც ბატონი იურა ვაზაგაშვილის და ირინა ენუქიძის ასევე ჭირისუფალი სანდროსიც და ზურასიც, რადგან ისინი ცოცხლები აღარ არიან სწორედ იმ ხელისუფლების ხელით და წარმოვადგენ მათ მე. კიდევ მინდა ასევე აღნიშნო ის ფაქტიც, რომ ხვალ არის 9 აპრილი და ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცო ეს ტრაგიკული დღე, რადგან იქიდან დაიწყო სწორედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ჩაუყარა ამ დღემ საფუძველი და ვახსენო იმ ახალგაზრდების სულები, რომლებიც შეეწირნენ სწორედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მე მაშინ ვიყავი ახალგაზრდა სტუდენტი და სწორედ აი ამ გულანთებულ ახალგაზრდებთან ერთად ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ყველანი ერთად ვიბრძოდით და ვიდექით მაშინაც ქუჩაში. ეხლა რაც შეეხება დავიწყებ ამ ჩემ ტრაგედიის ამბავს. ეს იყო სწორედ იმ დღეს, როდესაც სააკაშვილის მოსვლის, ახალი ხელისუფლების მოსვლის წლისთავი იყო, ეს იყო 23 ნოემბერი, გიორგობის დღე 2004 წელი. რასაც ზეიმობდა სააკაშვილი, დიდი გრანდიოზული ზეიმი ჰქონდათ მოწყობილი ამ გიორგობის დღეს, რადგან მათი მოსვლის წლისთავი იყო. და მე არ დაგიმალავთ მაშინ, როგორც ყველა ჩემნაირად და სწორად მოაზროვნე ხალხი, ძალიან გახარებულები ვიყავით, იმიტომ რომ მართლაც ის რაღაც დაჭაობებული წლები, ის პერიოდი თითქოს დამთავრდა და ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში და დიდი იმედებით ვიყავით განწყობილი. ასევე თვლი და ბუტაც და გახარებული იყო, რომ დედაო, იციო ეს პატრულიო რა წესიერად გვექცევიან და რა კარგები არიანო ქუჩაში რამდენჯერმე რო ქონიან შეხვედრა და სწორედ იმ ღამეს, როდესაც გააჩერა პატრულმა ბუტა გადმოსულა და გიორგობა მიულოცავს, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა თურმე რა ელოდა და რა რისთვის გააჩერეს საერთოდ. ესე იგი, ეს დღე 2004 წლის 23 ნოემბერი იყო საღამო, როდესაც ბუტას კბილით კიოდა და საშინელი ამინდი იყო, კარგად მახსოვს და ბუტა იწვა მთელი დღეს, შეწუხებული იყო და დაურეკა მეგობარმა ერთ-ერთმა, რომელიც მე არ ვიცნობდი ამ ბავშვს, იმიტომ რომ ინსტიტუტის მეგობარი იყო და ახალი დამეგობრებულები ყოფილან, როგორც მე გავიგე. და უთხრა, რომ 23 ნოემბერია და ბუტა, ჩემი ბიჭები, ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო. ბუტა ფაქტიურად იქიდან მხოლოდ 2 ბავშვს იცნობდა, ახალი დამეგობრებულები იყვნენ და რადგან ესეთი ვითარე ძალიან კარგი ბიჭები და ბუტამ უარი ვერ უთხრა და წავიდა. ეს იყო ღამის 9 საათი და უცებ ჩაიცვა და დედა მალე მოვალო ბიჭებთან მივდივარო. ისიც კი არ ვიცოდი სად წავიდა, იმიტომ რომ ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო ბუტა და თან უფრო მეგობრები თავის უბანში ვაკეში ყავდა, სადაც იზრდებოდა. ანუ კეკელიძეზე ვცხოვრობდით ჩვენ მაშინ და
სწორედ ვერ უთხრა უარი და უცებ წავიდა თურმე, იმიტომ რომ აი ესეთი ვითარება რო იყო, რომ მისი მეგობრები და რაღაცა რომ უნდა გაეცნო და მამა ერთ-ერთი ოჯახში მივიდნენ ერთ-ერთი ბიჭის, რომლებიც ისინი ყველა დიდუბეში ცხოვრობდნენ და ამ ოჯახში მამები ქეიფობდნენ ამ დღეს და ბავშვები იჯდნენ და ერთობოდნენ. წვეთიც კი არ ქონდათ თვითონ დალეული ამ ბავშვებს. ბიჭებს ექსპერტიზაც კი რო ჩაუტარა სააკაშვილმა, იქაც კი არაფერი არ აღმოჩნდა მაშინ დელშიც, ტყუილიც ვერ დაწერეს ამაზე, რომ ბავშვები ნასომებიც კი არ იყვნენ. და ესე იგი უკვე რო სახში წამოსვლის დრო დადგა, ამ ბიჭებს რაღაცა ძველი მანქანა რა უნდა ყოლოდათ ამ ბავშვებს, ძველი მანქანით წამოვიდნენ სახლში. ბუტას უთქვამს, რომ მეო ტაქსი წავალო, თქვენ ყველა აქ ცხოვრობთო და არ შეგაწუხებთო ბავშვებო, ბიჭებო და მეო ტაქსით წავალ. არაო ბუტაო, როგორო სახშიო წაგიყვანთო. რო წამოიყვანეს, ძალიან დეტალურად ხო არ ყვები თუ ისა, რა ვიცი. უბრალოდ რომ განმარტოთ, ბუტა და მისი მეგობრები ამ დროს რამდენი წლის არიან ეს ახალგაზრდებისთვის? 19-20 წლის ფხიზელი ახალგაზრდები მოძრაობენ მანქანით. მადლობა. აბსოლუტურად და ზუსტად რომ მალევე იქვე დიდუბის ეკლესიასთან წარმოიდგინეთ, ამათი ბოროტება ჯერ აქედან ჩანს, დიდუბის ეკლესიასთან, ზუსტად წინ ეკლესიის წინ გიორგობის დღეს ჩაატარეს ეს უბედურება. მოკლედ ძალიან რო არ დაგღალოთ, მოხდა ის რომ გააჩერეს ეს ბავშვები, ეტყობა ბევრნი იჯდნენ, 6 ბიჭი იყო და ამ მანქანაში რო ეს 6 ბავშვი იჯდა, რაღაცა მოეჩვენათ, გაძლიერებული დაცვა იყო, რადგან წლის თავზე იმობდნენ. და არ ვიცი ახლა რატო, გააჩერეს უბრალოდ და სხვათა შორის ამ პატრულთან ჩვეულებრივი საუბარი მიდიოდა, რომ გააჩერეს, ბუტა მიულოცა გიორგობა, ეს მინდა აღვნიშნო და უცებ რომელიღაცა პატრული, რომელიც მანქანაში იჯდა, რაღაცა მოეჩვენა, მანქანაში ყველა ბავშვი არ იყო გადმოსული მანქანიდან და იქ რაღაცა კასეტებს თუ რაღაცას ათვალიერებდა ბავშვი და რაღაცა მოეჩვენა უცებ, არც კი გაუგია მათი საუბარი, გამოიძახა დამხმარე პატრული. ამ დამხმარე პატრულის გამოძახება და იქვე უკვე რომ მოვარდნენ, აი რაც შემდეგ განვითარდა ეს უბედურება, იყო ის რომ მოვარდა უცებ დამხმარე პატრულები, უამრავი, უცებ ატყდა იქ ამბავი, ჩქარა დაწექით, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი კარგად და შემდეგ სხვათა შორის ფილმი იქნა გადაღებული ამ ტრაგიკულ დღესთან და ამ ფილმშიც კი მონტაჟის დროს ისე ჩქარობდნენ რომ გაეპარათ რომ არა აქვთ არაფერი ამას ამბობენ და ისმის ეს და ეს ფილმშიც არის დოკუმენტურში კარგად. და ესე იგი რომ მოვარდნენ და აბაჩქარა დაწექით და დაუწყეს ამ ბავშვებს ცემა და იყო ერთი ამბავი და უცებ ბუტა გაშტერებული, გაკურებული, იმიტომ რომ განსაკუთრებული ბიჭი იყო, ბუტა ძალიან წესრიგიანი, მოწესრიგებული, კიდევ ამბობ რომ არც დაუგვიანია ცხოვრებაში სახში ღამე, იმდენად სხვანაირი ბიჭი იყო, იმიტომ კი არა რომ დედიკოს ბიჭი კი არა, ჩვეულებრივი ვაჟკაცი ქართველი იყო. და უბრალოდ სულ ვარჯიშობდა რაღაც უნდოდა რომ ისეთი ფიზიკურად ძლიერი ყოფილიყო ძალიან მოწესრიგებული კი არა ისე უყვარდათ ინსტიტუტში რომ მისმა ვენაცვალე იმ ადამიანის სულს ის აღარ არის ცოცხალი ლორდ ქიფანიძე თავართქილაძე უпростоრად თავართქილაძის ინსტიტუტში სწავლობდა ფინანსურ იმაზე მოკლედ დიახდა ფაკულტეტზე და მესამე კურსზე იყო და ბუტას სურათი ედო აი მძიმე ჟამს, როდესაც ყველას ეშინოდა და მართლა რეჟიმი მძვინვარებდა, ბუტას სურათი ქონდა გამოკრული ამ ადამიანს და ყვავილებს უდებდა მთელი წელი, წარმოიდგინეთ. და ესე იგი ამ უბედურება მოკლედ იმაში მდგომარეობდა, რომ გარდა იმისა, რომ უცებ რომ მოვარდნენ და ამ ერთ-ერთ პატრულმა, რომელმაც დაუწყეს ამ ბავშვებს ძირს დაყრა და ცემა, რომ ბუტა გაკურებული, რომ რა დავაშავეთო, რას გვერჩითო, დაწექიო, რომ უყვიროდნენ და ბუტამ ხელება აწეულმა ბავშვმა, რომ აწიეთ ხელები, მანქანაზე დააწყობინეს ესე და მე ხელება აწეული იყო ბუტა და დაწექიო და ხო ვწვევიო, რატომ აგინებო ბუტას უთქვამს და ამ მომენტში მოხდა გასროლა. და სხვათა შორის ამ მომენტში, როდესაც მოხდა გასროლა, საბედისწერო აღმოჩნდა ეს უბედურება, ეს გასროლა ბუტასთვისაც და ჩემთვისაც და უკვე რომ ბავშვი დავარდა,
იმის მაგივრად რომ აეტეხათ ამბავი და მიეხედათ ბავშვისთვის, უკვე აღარ იცოდნენ რა ექნათ, აფორიაქდნენ, დაიბნენ. დაუწყეს ამ ბავშვებს რტყმევა, მე მინდა აღვნიშნო 2 პატრული განსაკუთრებული სისასტიკით, რომლებიც გამოირჩეოდნენ, ეს იყო მაიზერ ლიპარტელიანი ერთ-ერთი და მეორე იყო ლობჟანიძე, გვარი მახსოვს, სახელი აღარ მახსოვს, რომლებიც ჯერ კიდევ მიშა იყო მაშინ პრეზიდენტი, რომელიც მალევე დაიჭირეს ესენი, იმდენჯერ გადათქვეს მერე სასამართლოზე ეს თავიანთი ჩვენებები, რომ ისინი დაჭერილები იქნენ, თუმცა მიშამ გაანთავისუფლა. და ესე იგი ამ ბავშვებმა რომ დაიწყეს ყვირილი რომ უშველეთ და ბუტა გაინძერი ყვიროდა თურმე ერთ-ერთი ბავშვი და რა არც იცოდნენ რომ ცოცხალი იყო თუ არა და ყვიროდა თურმე ბავშვები უშველეთ და უკვე ეს ლიპარტელიანები ესე მივარდნენ და არეულები უკვე თვითონაც აღარ იცოდნენ და შენ მოკალი შენ ეს როლე ამ ბავშვებს ეუნებოდნენ თურმე და მოკლედ დაუწყეს ამ ბავშვებს აქეთის და ეხლა ატყდა ჩოჩქოლი რაქნან არიციან და ამ დროს უკვე მანქანაში მობრძანებული არის, რადგან გამოიძახეს ეს დამატებითი პატრული, ეს ნიშნავდა იმას, რომ იქ რაღაცა ესეთი ხდებოდა და ასეთ შემთხვევაში მიბრძანდებოდა ხოლმე დონაძეც, თორე ისე არა, დონაძე მაშინ წარმოადგენდა სწორედ საპატრულოს ის იყო პიარი თუ რაღაც და სწორედ ის მართავდა ამ ყველაფერს და იქვე იყო უკვე ეს გასროლაც რომ მოხდა, მის მანქანაში იჯდა ოპერატორი და ჟურნალისტი, რომელმაც ეს ყველაფერი მერე მოყვა ძალიან კარგად დეტალურად, რაც იყო და როგორც იყო და ამ მოკლედ დაუწყეს უკვე აღარ იციან რა ქნან და რომ გააგებინეს უკვე ზემოთ ეს ფაქტი, რაც ტრიალებს და რა გააკეთა. ხალბატონია, უნდა მაპატიოთ. ესე იგი გასროლა მოხდა შემთხვევით. როგორც ჩანს ამას გაუვარდა, მაგრამ ერთ-ერთ პოლიციელს გაუვარდა ბაშგვარად ბაშალეიშვილს და თქვენი ვაჟი, რომელიც იმ დროს იყო 19 წლის, დაეცა. ამიტომ ატყდა ჩოჩქოლი, რომ თვითონ პატრულის თანამშრომლებით დაიბნენ, ვინაიდან იქ არ იყო დაგეგმილი იმ მომენტში, ასე ვთქვათ, გასროლა. ხო, არა, გასროლა არ იყო, მაგრამ ესენი მივარდნენ უკვე რომ ატარებდნენ სპეცოპერაციას. კი, სპეცოპერაციას ატარებდნენ, მაგრამ იმ წუთში ასე გადამიზნებულად ალბათ არ იყო დაგეგმილი გასროლა. პატრულის თანამშრომელს გაუვარდა გვარად ბაშალეიშვილს და თქვენი ვაჟი დაეცა 19 წლის. თუმცა ამტკიცებდა თუმცა ამტკიცებდა თვითონაც უკვე დაკითხვებს რომ მიმდინარეობდა და სასამართლო პროცესზე რომ ბუტამ გაისროლა ორჯერ, ამას მიქაძე მივალთ მაქამდეც, დიახ, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არც იარაღი არ ჰქონდათ, ეს დადასტურებულია. გაუვარდა და მე მინდა რომ ახალგაზრდა თაობამ დაინახოს სცენარებს როგორ დგამდნენ და ამიტომ გიხდით ბოდიშს რატო გაგაწყვეტინეთ. გაუვარდა პატრულის თანამშრომელს, თქვენი ვაჟი დაეცა და იმის მაგივრად რომ პირველი რეაქცია იყოს მისი გადარჩენა, ირთვება მთელი სახელმწიფო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარი ბატონი გურამ დონაძე და მაშინდელი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი დრამატურგი და მარჯვენა ხელი მიდის შემთხვევის ადგილას, მას მანქანაში ყავს როგორც თქვენ ბრძანეთ ოპერატორი და იწყებენ დაგეგმვას რა მოიფიქრონ. არა იმისთვის რომ ახალგაზრდა გადაარჩინონ, რა მოიფიქრონ იმისთვის რომ რაღაც მიზანს მიაღწიონ. რა იყო ეს მიზანი? სასტრაფო ბავშვები რო ყვინოდნენ რომ სასტრაფო არ გამოიძახიათ სასტრაფო. მერე გამოიძახეს. თუმცა ჯერ კიდევ იარაღი არ ქონდათ ბოტანილი, სასტრაფო უფრო მალე მივიდა და სხვათა შორის სასტრაფომაც დაადასტურა, რომ იქ იარაღი არ ყოფილა, როდესაც სასტრაფო მივიდა. ამის შემდეგ უკვე რომ ეს ფაქტი ნახეს, რომ ესეთი ამბავია, უკვე თავის გადასარჩენად მოახსენეს უფროსობას, რომ როგორ მოვიქცეთ, ელოდებიან რა გააკეთონ და იქიდან იყო ბრძანება, თქვენ რომ დასაწყისში თქვით, ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა ბატონი სააკაშვილის მიერ
გამოცხადებული, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და ეს იყო 162 ბიჭი დახვრიტეს ასე და მოკლეს ქუჩაში უდანაშაულოდ, სწორედ იმიტომ რომ ყოფილიყო შიშით ემართათ ქვეყანა, ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართულად მართვის მეთოდი და გააგრძელოს სწორედ ასე ამის შემდეგ და დაიწყეს აი ამ შიშით ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს და ეს იყო ოქრუაშვილი ერთ-ერთი მთავარი, ადეიშვილი ოქრუაშვილი და იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს. ეს იყო მათი ნაბრძანები და ამის მერე იყო უკვე სცენარისტი დონაძე, ჩაერთო ამ ყველაფერში და იქ მოზიდეს ვაკის პოლიციიდან უამრავი იარაღი. ამაში ჩართეს უკვე მთელი სისტემა და ამუშავდა და დაგვიპირისპირდა ამ ბავშვებს. მიიტანეს უამრავი იარაღი, ერთ-ერთი იარაღს ეხაც მახსოვს კარგად ავტომატს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ქონდა და მისი იყო ეს იარაღი. ეს მოწმეთაც გამოდგა შემდეგ ეს პიროვნება ესე მახსოვს და მოკლედ ეს ეგრეთ წოდებული ლიმონკები და არსენალი იყო მთელი, რომლებიც დაულაგეს ამ ბავშვებს, ბუტას დაუდეს ავტომატი და შემდეგ ამბობდნენ და მიქაძე იქვე ჩაწერეს, იქვე მისცა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო მიქაძე დონაძესთან ერთად, ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით და განსაკუთრებით მიქაძეს, რომელმაც ვინ იყო ამ დროს მიქაძე რო ახსნათ? საპატრულოს უფროსი იყო მიქაძე ქალაქის და მიქაძემ უთხრა რომ მოკლედ ესეთი სცენარი უნდა გათამაშებულიყო რომ ვითომ ბუტა მიისროლა ორჯერ ესროლა ბუტას ავტომატიდან ბუტამ ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა უკვე გასროლა პატრულის მიერ და მოკლედ დაულაგეს ერთ-ერთ ბავშვს ამ მიქაძემ არა ბაქრაძემ რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე ჩვენ საქმეში, რომელმაც მადლობას უხდი მასმე ამისთვის, თვითონ აღიარებს, რომ მე ნამდვილად ვარ დამნაშავე და ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ლიმონკა მე ჩაუდე ბავშვსო, ერთ-ერთ ბიჭსო და ვერ ჩაუდე სამსიჩქარეში, კარგად და ბავშვი რო ადგა, ჩამოვარდა კამარში თუ სადღაც ჩაუტენა და დავარდა ეს ჩამოვარდა ქვემოთ. და ეს ბაქრაძე რომელმაც აღიარა აბსოლუტურად ყველაფერი ის იყო იქვე უთქვამს რომ დაამთავრეთ ყველაფერი რად გინდათ ეს ყველაფერიო გაუვარდაო მოხდა ესო დაიჭირეთ ბაშალეში და დავამთავროთ ეს ყველაფერი რას ლაპარაკობ ბრძანებაა ზემოდან მოსული რომ მოკლეთო ეს პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს და უნდა დაბრალდეს ყველაფერი ამ ბავშვებსო ზაზა ბაქრაძე ამ დროს იყო კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი შესაბამისად ის რომ გამოცხადდა ადგილზე ვინაიდან რაღაც ხდება ქუჩაში მან მისცა პრინციპში სწორი რჩევა რომ როდესაც პატრულს გაუვარდა და დადგა ტრაგიკული შედეგი ამ დროს გარდაცვლილს კი არ უნდა დაბრალდეს მით უმეტეს ახალგაზრდას და არც არ აქვს ამ დროს მნიშვნელობა მაგრამ ხაზს უსვამ მაინც რომ ახალგაზრდასთან იყო საქმე და არა ვთქვათ რომელიმე რეციდივისტთან ან ქურდული სამყაროს ხელმძღვანელთან სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცთან ასე დროს ბაქრაძის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის პოზიცია იყო აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონიერად სწორი რომ დავაკავოთ პატრული და დავიწყოთ გამოძიება მაგრამ შემოვიდა ზემოდან ბრძანება მინისტრებისგან რომ რევოლუციის პირველი წლისთავია პატრულის რეფორმაა ჩატარებული და პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს და მოდით გარდაცვლილს და ახალგაზრდებს დავაბრალოთ რომ მათ ქონდათ იარაღი. თავადვე მოიტანეს სამართალდამცველებმა იარაღი ადგილზე ვაკის პოლიციიდან და გარდაცვლილს და ცოცხალ ახალგაზრდებს ჩაუდეს იარაღი. და გამოაცხადეს ბანდიტთა ჯგუფად. ჩვენ გვაქვს ვინაიდან ბაქრაძე მაშინდელი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გასულია ქვეყნიდან, ჩვენ გვსურდა მისი მოწვევა. სულ რამდენიმე წუთიანი ვიდეო მინდა ახალგაზრდებს ვაჩვენო, რას ამბობს ის უკვე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და თუ შეიძლება რომ ეს ვიდეო ჩავრთოთ.
ეს არა ეს მე არაერთხელ ამ გაცხადებული და აქ დასამალი არაფერი არ ვარ და მე სასამართლოს წინაშე ფიცის ქვეშ მივეცი ჩვენება რომ შემთხვევის ადგილი გაყალბებულია ნამდვილად იარაღები ჩადებულია და ერთ-ერთი იარაღის ჩამდების თანამონაწილე ახალგაზრდა ბართია რომელსაც ჩადებული ქონდა ხელმძღვანელობა რომ გახლავართ მე ძალიან სამწუხაროა ამის თქმა ცოტა დღესდღეობით მწვენია კიდევაც უხერხულია მაგრამ ეს ფაქტია ეს არის მაშინდელი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის აღიარება უკვე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რომ შემთხვევის ადგილი გაყალბდა და რომ მან ერთ-ერთი იყო ის ვინც უნდა იცავდეს კანონს და დანაშაულის პრევენციაზე და გამოძიებაზე მუშაობდეს მან დავალების შესაბამისად ახალგაზრდა კაცს ჩაუდო ხელყუმბარა და ასევე სხვა იარაღი ჩაუდეს სხვა პირებს მათ შორის თქვენ გარდაცვლილ ვაჟს რომელსაც დააბრალეს რა ეხა გავაგრძელებ, მოკლედ, აქ ყველაზე მთავარი უბედურება იცით რა არის, ბუტას ხო სიცოცხლე წაართვეს და მე ეს უდანაშაულო ბავშვი ბანდიტად გამომიცხადეს და ჩვენ წარმოდგენა არ აქვს, სახლში ვართ, ბავშვმა დაიგვიანა, არ ვიცით სად არის, იმდენად ეს უცხო იყო ჩვენთვის ბუტასგან, რომ მას რო არ დაერეკა, რომ დედა ანაქავა რა, ეგეთი რამე არ მომხდარა და ჩვენ ბევრი საახლობლო ყავდა იმ ერთ სართულზე ცხოვრობდით როგორც ერთ ოჯახად ძალიან ახლობლები და ყველა ეს ამდენი ხალხი არის ჩემთან ვეძებთ ბავშვს არ ვიცით სად არის და აი ამ ყველაფრის მერე რომ ჩაულაგეს ეს იარაღები და ბანდიტებად მოკლედ გეგმა აქვთ ეგეთი რომ გამოაცხადოთ ჩვენთან ამ ყველაფრის მერე ამორბიან მასკიანები არ ვიცი ეს პოლიციის სპეცნაზი თუ ვინ იყვნენ ვინ ჯანდაბა ამოვარდნენ ჩვენთან და უნდათ ჩაედოთ კიდევ გაემაგრებინათ ის რასაც მე აპირებდა რომ გამოეცხადებინათ ყაჩაღთა ჯგუფი როგორც შემდეგ გამოაცხადა რუსთავი ორმა და უნდათ სახლშიც დაედოთ იარაღები ფაქტია რომ ამიტომ ამოვიდნენ მაგრამ ამის საშუალება არავინ არ მისცა იმიტომ რომ ყველა ოთახში იმდენი ხალხი ვიდექით და ისა რომ ვერ გაბედეს მოკლედ და გასული ხო და მე რო ესენი დავინახე გავგიჟდი და სად არის ჩემი შვილი ხო ცოცხალია თქო ვეკითხები კივილით და შემომხედეს ესე და ცოცხალიაო მაგრამო დაპატიმრებულები ყავსო და არიან განყოფილებაშიო რა დააშავა ვეკითხები და არაფერი არ მიპასუხეს და რო გადიოდნენ ჩემ დისკმარს უთხრეს რომ ძალიან მიჭირს ამის თქვა მორგშია და მოაკითხეთო ესეც ის და ნუ როგორ იყო ამის გაჟღერება ჩემი სიძისთვის დღემდე მოუნელებელია მისთვისაც შვილი ვიტყავდა და აი ესე გაგვამაიმუნეს მაგრამ არ გამოვიდათ ეგ ამბავი რომ იარაღი ვერ ჩადეს ამის შემდეგ თენდება დილა და ეხა იქ ღამე რა ხდება იმას მოგახსენებთ ეს პატარა ბიჭები როგორ გაანადგურეს მაგრამ ისეთი ძლიერები მათ დღემდე მადლობას უხდი მათ მე და ლოცულობ მათთვის ეს ბავშვები ბუტა აღარ არის ცოცხალიო და ჩვენ ესენი ვერ გაგვტეხავენო წაიყვანეს ეს ბავშვები გადაიყვანეს დიდუბის პოლიციაში სადაც ცემეს კარგად შემდეგ გადაიყვანეს დიღომში, იქაც ცემეს კარგად და ეუბნებიან, ხო ის ხო გადაიღეს ის სცენარი, რომ ესენი იყვნენ ყაჩაღები, მიდიოდნენ საყაჩაღოთ და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ბუტამ ესროლა, ორი ტყვია გაისროლა ავტომატით და ამის შემდეგ მოკლეს ბუტა. და ამის მერე მოკლედ რომ ბავშვები არ ტყდებიან და არავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებდნენ რომ ეთქვათ რომ ეს იარაღები ჩვენია და საყაჩაღოთ მივდიოდით მოკლედ ამის შემდეგ დააპატიმრეს ეს ბავშვები და ესე იგი თენდება დილა და უკვე ბუტა რომ მოვიყვანეთ სახლში და ისა ტელევიზიით აცხადებენ ესეთ რაღაცას რომ ესენი იყვნენ ბანდიტები აი ეს აჩვენებენ ამ იარაღებს ამ ყველაფერს და ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულია ესე გამოგვიცხადეს ამის აი უკვე გარდა იმისა რომ სიცოცხლე წაგვართვეს უარესი რაც გააკეთეს იყო აი ეს უბედურება. მთელი სისტემა რო ჩაერთო ამ ყველაფერში და დაგვიპირისპირდა მთელი სისტემა. და ესე იგი ეს ბავშვები მოკლედ დაიჭირეს და აიძულებდნენ რომ ეღიარებინათ ეს იარაღი და ის რომ ბუტამ გაისროლა. ბავშვები ვერაფრით ვერ გატეხეს. ჩვენ ბუტა აღარ აყვავსო ცოცხალი და რა უნდა გვიქნან რომ ჩვენ ეს ვაღიაროთო. ჩვენ ხო ცოცხლები მაინც ვართო.
და მესამე დღე იყო უკვე რომ ბავშვები გამოუშვეს ციხიდან და ბატონ სოზარს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ ყველაფერში მაშინ იყო ბატონი სოზარი სახალხო დამცველი და რო ავტეხეთ უკვე ერთი ამბავი და ამ ბავშვების ფაქტიურად გამოშვება მისი დამსახურებაა და დღემდე მადლობას გიხდიან თვითონაც დამაბარეს თქვენთან მადლობა და ნუ ამდენი იმის მერე გამოუშვეს ეს ბავშვები მაგრამ ბავშვები ამოვიდნენ იმ წუთას ჩემთან სასამართლო ჯერ აღარ მახსოვს ჩატარებული იყო თუ არა მე ჩატარდა მე მგონი და ამოვიდნენ ჩემთან ბავშვები და იადეი და ესე იყო არაფერი არ დაიჯეროთ ყველაფერი ტყუილია და ჩვენ შეიძლება აქედან კიდე დაგვიჭირონო, მაგრამ იცოდეთო, რომ ჩვენო ვერ გვათქმევინებენო ტყუილსო და მაშინ მითხრეს ზუსტად ეგ, რომ ბუტა აღარ არის ცოცხალი და ჩვენ რა უნდა გვიქნან, რომ ეს ვაღიაროთო, ჩვენ ცოცხლები მაინც ვარდო. და ამის მერე მოკლედ ბავშვები ისევ დაიჭირეს, ხო, აი ეს უკვე მერევა ერთმანეთში, ისევ დაიჭირეს შემდეგ ეს ბავშვები მალევე და სწორედ რომ დაიჭირეს, აქედან ორი ბავშვი გამოუშვეს სპეციალურად და სამი ყავდათ დაჭერილი და რატომ მიდიოდა დამუშავება ციხეებში ცალკე იმაში პოლიციაში ცალკე ამუშავებდა ციხეში ამ ბავშვებს და გარეთ ყოფებსაც ცალკე რომ აი ესე გიზავთ ესე იქნება თქვენ თუ არ იტყვით იმათ შიგნით ესე უზავთ როგორც იციან თავიანთი მეთოდები მაგრამ ვერაფრით ვერ გატეხეს ბავშვები და სწორედ შემდეგ იყო ბატონი სოზარის დიდი დამსახურება და ბრძოლის რომ გამოუშვით ეს ბავშვები გამოუშვეს როგორ რაღაცა 7 თვე ზოგი 7 თვე იჯდა ზოგი 4 თვე 3 თვე აი ესე ხო და ამის შემდეგ უკვე ესეთი ტრაგედიის შემდეგ ფაქტიურად ძალიან უგონოდ ვიყავი მე და აღარც მესმოდა უკვე რა ხდებოდა გარეთ და დატრიალდა შემდეგი ტრაგედია ეს სანდროს უბედურება იგივე მათი მეთოდებით რომ ვითომ მასაც დააბრალეს რომ რაღაცა ეს უნდა აღარც მახსოვს რაღაც მოკლედ ბატონო ხო საძმო ხო დაჯგუფების წევრი და ის და უკვე მივხვდი მაშინ მე ვთქვი რომ იგივე ვარიანტია რაც ჩემ ბუტას დააბრალეს უკვე მივხვდი ვისთან მქონდა საქმე და სადღაც წელიწად ნახევარი იყო მე მგონი გასული თუ რაღაც სანდრო რომ მიაყოლეს და მე ხაზი მინდა გაუსვა ამ ბავშვების გასაგონად რომ სწორედ აი იმ პატარა ქუჩაზე კეკელიძის ქუჩა რომელიც უნივერსიტეტთან მდებარეობს ახლოს აი ამ ქუჩაზე გაისტუმრეს და მოკლეს აი ეს სასტიკად ბუტა სანდრო 4 ადამიანი და ზურა კვინტრაძე რომელიც 26 მაისს სახურავზე ხელებს შეკრული შემოაგდეს ვითომ დენმა დაარტყა გამოგვიცხადეს რასაც გადაყვა მამა რომელიც მივიდა მორგში ამოსაცნობად და იქვე მეორე დღეს გარდაიცვალა ამ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა 4 ადამიანი მარტო ამ პატარა ქუჩაზე შეიწირეს. აი ვინ იყვნენ ეს საშინელი სააკაშვილი და მისი აი ეს გარემოცვა და მათი მეთოდები და რას წარმოადგენდა იმდროინდელი ხელისუფლება და ამ ბავშვებს სწორედ მინდა მიმართო რომ შვილებო თქვენ თუ არ იცით და არ იცოდით რა ხდებოდა ეხლა მაინც შეხედეთ რაღაცას თქვენ ხართ რაღაცა გზააბნეული გიწოდოთ თუ რა გითხრათ ეგეც არ ვიცი გაითვალისწინეთ, რომ ჩვენაერი გაუბედურებული ოჯახები იყო ძალიან ბევრი და თქვენაერი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავე სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქებდათ, დღეს მიწაში წვანან და ის როგორ იცით, რომ დაახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში და აბრალებდნენ ბანდიტობას და 1000 რამეს. ეს 162-ია თუ არ მეშლება ასეთი დახვრეტილი, ბევრი მათგანი სხვათა შორის ამოიღეს ხმა, მაგრამ მალევე გაჩუმდნენ, იმიტომ რომ მათ სხვა შვილები წავდათ და დიდი ზეწოლა და დიდი დაშინება მიდიოდა ამ ოჯახებზე და სავარაუდოდ ამიტომ მერე გაჩუმდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ 162 ბიჭი ქუჩაში ყავთ მოკლული. ალბათონოია, ბუტა დედის ერთა იყო. ბუტა იყო დედის ერთა, დიახ. მას შვილი არ ყავდა. არა, რა თქმა უნდა. ეს იმისთვის, ვინც შეიძლება კიდევ კითხვის ნიშნით 19 წლის რომელსაც უყვარდა ერთი ძალიან კარგი გოგო, რომელიც მისი კლასელი იყო და ჩემთან მოწიწებული იყო ბუტა მე ძალიან სხვადასხვაერად ვყავდა გაზრდილი და ის ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი და იქნებოდა სამაგალითო ოჯახი ექნებოდა დარწმუნებული ვარ და
ჩემთან არ უთქვამს და უთქვია ჩემი დისთვის, დეიდამისისთვის, რომ იციო მეო თიკო მომწოსო ძალიანო და ცოლად მინდა მოვიყვანო. და მე ეს ფაქტი, აი ეს რაღაცა მინდა მოგიყვეთ თუ არის ამის დრო და საშუალება. წლის თავი რო გადიოდა დამესიზმრა ბუტა ამის მერე ესეთი შემთხვევა არც მქონია ესეთი ცხადად და მეუნება დედაო იციო შენ რომ მე ცოლი მომყავდაო და ვაიმე არა მეთქი ბუტა სიზმარში მეუნები არა ბუტა არ ვიცი მეთქი და იციო ვინ მომყავდაო მეო თიკო მომყავდაო დედაო და შენო რამე ნიფთიო არაფერი არა გაქო თიკოს რო ჩემგანო მისცეო იციო რაღაცას მთხოვსო აი ესე მითხრა აი ამას ვამბობ არ ვიცი ნუ აი საოცრება იყო ამის მერე არც მინახავს ბუტა წესიერად სიზმარში და სწორედ წინა დღეებში მე ბუტას ნიფთები თუ რამე მქონდა რაც ბუტასთვის მქონდა დავარიგე საჩუქრად ბიჭებს რომ თქვენ გეხსომებათ ყოველთვის ბუტა და ეს თქვენ გქონდეთ მეთქი მის მეგობრებს დაურიგე და ეს რომ მითხრა სიზმარში გაგიჟებული ეგრევე გავარდი და ბავს რაღაცა ბეჭედი უყიდე რომ ამ გოგოს ქონოდა მისგან სამახსოვროდ სიზმარში ესეთი რაღაც რომ მითხრა და როდესაც თიკო ამოვიდა არ იცოდა რაზე დავიბარე თიკო მოდი შვილო ჩემთან მეთქი და რო ამოვიდა ეს ბავშვი არ მithქვამს ჯერ რომ ეს ესეთი რაღაც მითხრა ბუტამ და იადეიდაო სანამ მე ვეტყვი რამე ნიფთი ხო არა გაქვთ დარჩენილი რომ ბუტასგანო სამახსოვროდ მქონდესო და ნუ აი ეს არ ვიცი იყო რაღაც საოცრება და სწორედ ვუთხარი რომ ესე იყო მეთქი ისე რომ აი ეს მე აღნიშნე ეს რაღაცა ის აი ამ ბავშვების გასაგონად რომ როგორც თქვენ გიყვართ როგორც თქვენ გინდათ სიხარული სიცოცხლე ბედნიერება სიყვარული ესე უნდათ ამ ბავშვებსაც ესე უნდათ სანდროს ესე უნდათ ზურას და დანარჩენ იმ ბიჭებს რომლებიც აღარ არიან და უკვე დღეს 40 წლის კაცები იქნებოდნენ და დღეს აღარ არიან და შვილებო დაფიქრდით რას აკეთებთ ვის წისქვილზე ასხავთ ხო ისინი დაგიბრუნდებიან ისევე აი ეს ბოროტება და თქვენ ხო არ გონიათ რომ თქვენ გაგიმეტებენ პირველ რიგში თქვენ აგიფარეს ფარად და რას გაკეთებინებენ ვერ ხვდებით თვითონ ყველანი ძალიან კარგად იქნებიან და პირველი თქვენ გაგწირავენ არ გეგონოთ რომ თქვენ მაგათმა რამე კაი გაგიკეთონ აი ეს იცოდეთ ეს იყვნენ საშინელი ბოროტი ძალა რომლებმაც წარმოიდგინეთ არ გვაკმარეს ამდენი ტრაგედია ზურა საფლავზე მამა დააკლეს აი ამის ჩამდენები არიან ესენი წარმოიდგინეთ ესეთი დიდი ბოროტება მე არც აი ვერც წარმომიდგენია თუ კიდე რამე შეიძლება არსებობდეს რომ ჯერ შვილი მოუკლეს კაცს და მერე საფლავზე მამა დააკლეს ხალხო მე მისulis ხსოვნას ატივს მივაგებ არაერთხელ ძალიან კარგი ადამიანი იყო და აი ძალიან მტკივა მისი ესეთი ტრაგედია იური ვაზაგაშვილი ასევე გიორგი გამცემლიძე მოკლეს ქუჩაში აუცილებლად ვახსენებ გიორგი გამცემლიძე განსაკუთრებულად კარგი ახალგაზრდა რომელსაც აი კოლორიტი იყო თბილისის და რომელსაც 3 შვილი ყავდა 3 შვილის მამაც აბსოლუტურად ყვილა ესე ესროლეს და მოკლეს ქუჩაში მისი მამა ვეღარ ხედავს თვალებში ძლივს დადის და გაანადგურეს ოჯახი მისი შვილები იზრდებიან უმამოდ ისეთი კარგი ბიჭი რომ თვითონ პოლიციელებსაც კი უყვარდათ იმდენად კარგი ბიჭი იყო და იმდენად ისეთი სხვანაირი ხალასი და ცოცხალი აი ეს ბიჭიც აღარ არის და რამდენი ერთი ჩამოვთვალო არავინ გამომჩეს არ მინდა რომ ვინმე სკული ვატკინო და გამომრჩეს და ისე რომ აი ასეთი უბედურების ჩამდენები იყვნენ ისინი ქალბატონია შემდეგ ბოდიში გაწყვეტინებთ როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა თუ ამას გამოძიება შეიძლება დაერქვას თქვენ გქონდათ საშუალება რომ თქვენი შვილის სიმართლე გემტკიცებინათ რა თქმა უნდა არ გქონდა მე ბევრჯერ შეცვალეს უკვე ვეღარ გაიხლართნენ თვითონ ძალიან მე უკვე ბაქრაძემაც ეს ყველაფერი თქვა შემდეგ ნუ მოკლედ აღარ იცოდნენ რა ეკნათ და ბევრჯერ შეცვალეს და მე თქვეს ესე რომ ბუტა გამოყვეს ეს საქმეები გაყვეს შუაზე
ანუ დააბრალეს უკვე მიდიოდა საქმე ბიჭებზე და ბუტას არ უსვრია და მოკლედ აურდაურიეს ყველაფერი. მე ვითომ ის რომ ბუტა იყო უდანაშაულო და ეს ბავშვები იყვნენ ყაჩაღები. აი მოკლედ ძალიან დიდი უბედურებები გავიარეთ, უკვე იმდენი წელი გავიდა რომ ვეღარც ვსაუბრობ, ცოტა არეული ვსაუბრობ, უკვე ნამდვილად ვეღარ ვუძლებ ამდენი. ქალბატონოია, ის ახალგაზრდები, ვინც დღეს მე მჯერა გაუთვითცნობიერებლად, თუმცა არის რამდენიმე, ვისაც გათვითცნობიერებული აქვს და მაინც აკეთებს რაში იყენებენ. ეგეთებიც არიან სამწუხაროდ. ცდილობს იგივე ძალა სააკაშვილის მეთაურობით, რომ მობრუნდეს ხელისუფლებაში და ზოგიერთი ახალგაზრდა გათვითცნობიერებულად უმრავლესობა კი გაუთვითცნობიერებლად მათ ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში. მე სწორედ იმ ბავშვებს ვესაუბრები, ახლა ვისაც გაუცნობიერებლად ასრულებენ მათ სასიკეთოდ, თორე იმაზე არა მაქვს, ისინი არიან მიზანმიმართულად დაფინანსებული რაღაცა ჯგუფი რაოდენობის ახალგაზრდების, რომლებიც არიან დატრენინგებულებიც, ამისი ზუსტად ვიცით უკვე ეს ყველაფერი და ყველასთვის ნათელია, რამხელა თანხები იყო შემოსული ამ უბედურებისთვის, რომ უნდათ გადატრიალება და აგერ დაგვიწვეს თელი რუსთაველი, ვინ მისცა ამათ ამისი უფლება, რომ ჩემი ქალაქი ესე გაანადგურონ და შეაწუხონ. თელი თბილისი შეწუხებულია უკვე ამ ყველაფრით და თელი ქალაქი იქ მაცხოვრებლები რა დღეში არიან და თუნდაც პოლიცია, რომელზეც ძალიან გული მტკივა და ძალიან ვუთანაგრძობ მათ ოჯახებს, რა დღეში ჩააგდეს და რამდენი დაასახიჩრეს და რამდენი არის რამის დააინვალიდეს პოლიცია, აი ამ ბავშვებმა სწორედ ამ ახალგაზრდებმა, რომლებმაც ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ მიზანმიმართულად და რაშიც აქვთ ფული აღებული, ეს მინდა ვთქვა. მე მათ არც ვესაუბრები, მათ პასუხი უნდა აგონ. მე ის ადამიანი არა ვარ, რომ ახალგაზრდის ციხეში გაშვება მიხაროდეს, მაგრამ ვინსაც აქვს ნამდვილად დანაშაული ჩადენილი და ისეთი, რასაც ვხედავდით, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს, სწორედ იმიტომ, რომ აღარ გამეორდეს ეს ყველაფერი და სხვათა შორის მიდის, აი ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო უკვე ეს იმდენი ახალი სიტყვები შემოიღეს, რომ ეს ჩვენი ძვირფასი ქართული ენაც დაამახინჯეს. ეს ბულინგი, რასაც ქვია. ერთმანეთს აბულინგებენ ინსტიტუტებში, ჯგუფებში და აიძულებენ ამ ბავშვებს, რომ ბევრი წაყვეს მათ და აი ბიჭო რატო არ მოდიხარ, ჩვენ ყველა იქ ვდგევართ, რატო არ და ბევრი არის ესე იქ მისული და კარგად ვხედავთ უკვე ოჯახებშიც როგორი განხეთქილებებია, როგორ მუშაობს ამ ყველაფერზე ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური სამყარო, რომელიც გვიპირისპირდება და სწორედ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ აი ამ კომისიით ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყველაფერი იქამდე, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას და სწორედ აი ეს ბოროტი ძალა, რასაც წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობა, რასაც წარმოადგენს ეს ვაჟბატონის სააკაშვილი და მე თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ის ძალიან კარგად არის უკვე დიდი ხანია და არც მაშინ ამჯერა რომ ცუდად იყო და უნდა გადაბრძანდეს ციხეში, სადაც მისი ადგილია, დიდი ხანია იქ უნდა ბრძანდებოდეს და არა ისე ციხეში, როგორც თვითონ ქონდა. მადლობა თქვას, რომ ეხლანდელი ციხე აბსოლუტურად სხვა არის და მადლობა თქვას, რომ იმ ციხეში არ მოხდება რაც თვითონ შექმნა და მისი ნულოვანი ტოლერანტობა სწორედ იყო აი ამ ჩემი უბედურების მიზეზიც და იმ დანარჩენი უბედურების, რაც დაატრიალეს ქვეყანაში და რაც ციხეებში ხდებოდა და რაც ბავშვებს და ახალგაზრდებს მოწიეს და მიწაში ჩააწვინეს უდანაშაულოდ აბსოლუტურად და მან უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი გარდა იმ სხვა დანაშაულებისა, რასაც რუსეთთან ტერიტორიების ჩაბარება და 1000 რამე კიდე აღარ შევალ ამ ყველაფერში თქვენ უკეთ იტყვით ამ ყველაფერს და მე მინდა კომისიას მიმართო, რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ბოლოს დადგა ეს დღე და ქალბატონ თეას მინდა დიდი მადლობა უთხრა, რომ ძალიან მიხარია, რომ ის არის ეს პრინციპული ადამიანი ამ კომისიის თავმჯდომარე და მიიყვანს საქმეს ბოლომდე და თელი საზოგადოება ელოდება ამ ფაქტს, უკვე დიდი ხანია ველოდებოდით ჩვენ ამას, წლები გავიდა უკვე საკმაოდ და ის რომ
ყველაფერს დაერქვას თავის სახელი და აი ეს ბოროტი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფაშიზმი უნდა იყოს აკრძალული ჩვენს ქვეყანაში და ვერასდროს ვეღარ უნდა შეძლონ მათ მონაწილეობა მიიღონ თუნდაც არჩევნებში და ის რომ როდესმე ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამას აღარ დაუშვებთ. და მთელი ხალხი უკვე არის ისეთი ვითარება, რომ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გამოვიარეთ და კარგად ვიცით, რა შეიძლება მოყვეს იმას, რომ მოხდეს შიდა დაპირისპირებები და არ გვინდა რომ ერი გაიხლიჩოს და მოხდეს პირდაპირი ანგარიშწორებები, მაგრამ უკვე იქითკენ მიდის ყველაფერი. აგერ შევხედეთ შაქარაშვილს და ბატონ გოგას რომ დაესხნენ თავზე და რა დღეში არიან უკვე ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოთმენა და ძალიან დროული იყო ეს კომისია, რომ მართლაც აიკრძალოს და ყველაფერს თავის სახელი დაერქოს და დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. 21 წელია ვიბრძვით და ვარ ბრძოლაში და ბოლომდე მე ჩემი სიცოცხლე ისედაც აღარ ღირს დიდი ხანია და მართლაც შევეწირები თუნდაც მე და ამათი მოსვლა ხელისუფლებაში აღარ განმეორდება და მადლობა მინდა გითხრათ რომ თქვენ ჯერა რომ მიიყვანთ და ძალიან დროული ამ კომისიის შექმნა. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და დანარჩენი დეტალები ალბათ რა ვიცი უკვე. ქალბატონოია, უღრმესი მადლობა. მე ერთადერთი კითხვა მაქვს. როდესაც გადაწყვიტეს რომ პატრულის იმიჯი გადაერჩინათ და მიუხედავად იმისა რომ პატრულის თანამშრომელს გაუვარდა დაკავების თუ შეკავების პროცესში, ახალგაზრდების ქუჩაში შეჩერების პროცესში ტყვია გაუვარდა და არ გადაარჩინეს დაჭრილი ახალგაზრდა და გადაწყვიტეს პირიქით, რომ პატრულის ეს დანაშაული დაეფარათ და მთელი სისტემა ჩაირთო ამისათვის, დაიწერა სცენარი და ადგილზე გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარ სამსახურის ხელმძღვანელი გურამ დონაძე. თქვენ ახსენეთ, რომ მანქანაში მასთან ერთად იყო ოპერატორი. ვინ იყო ეს ოპერატორი? ოპერატორი და ჟურნალისტი. ჟურნალისტი, ვინ იყო? ოპერატორი, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის, ბიწაძე იყო, მე მგონი გვარად თუ არ მეშლება. სხვათა შორის მას რო ვთხოვეთ რომ ეთქვა მაშინ სიმართლე თქვა რომ ცუდად იყო და მე არ ვიცი, მოკლედ არ მისცა ჩვენება, შეეშინდა, მაგრამ გოჩა მუკმანიანი, რომელიც იყო ჟურნალისტი, ძალიან მადლიერი ვარ მისი, იმიტომ რომ მანაც ყველაფერი აბსოლუტურად სიმართლე რაც იყო და როგორც იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზეწოლის ქვეშ ბრძანა იყო ეს ბიჭი ამ დონაძისგან, კიდე ხას უსვავ, დონაძე და მიქაძე არიან მთავარი ყველაზე საშინელი დამნაშავეები ამ საქმეში. და რომელიც ცოცხალი აღარ არის, მიქაძეც გარდაიცვალა. იყო საპატიმროში ამ საქმეზე უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში და შემდეგ გარდაიცვალა. კი ბატონო, მოსამართლე მიუსაჯა უკვე თქვენი ხელისუფლების პერიოდში. ჩემი საქმე ფაქტიურად ნამდვილად აღდგარი იყო სამართალი, აღსდგა სამართალი. და მათ მიესაჯათ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესები მიმდინარეობდა ისე, რომ მე მგელიაშვილის არ ვიყავი კმაყოფილი, იმიტომ რომ რაღაცა ყველაფრის უფლება ჰქონდათ მიცემული მათ და საშინელ დღეში გვაგდებდნენ პროცესების პერიოდში, მათი ოჯახის წევრები და ნუ კივილი, წივილი და იყო საშინელება. კი არა, პროკურორს ესროლეს რაღაცა ნიფთი ესროლეს პროკურორს, რომელიც საფეთქელთან აცდა ბეწვზე და დააზიანეს და სისხლიც კი წამოუვიდა ამ პროკურორს. მოკლედ საშინელი პროცესები გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოიტანა აბსოლუტურად უმაღლესი რაც ეკუთვნოდათ, ანუ იმის მიხედვით რისი მიცემა შეიძლებოდა ის წლები გამოუტანა მგელიაშვილმა მოსამართლემ. კი ბატონო, გოჩა მუკბანიანი ჟურნალისტი, რომელიც გურამ დონაძეს ეჯდა მანქანაში, სწორედ თქვენ რომ დაგემშვიდობებით, ბატონი გოჩა მობრძანებულია, როგორც სამდივნო მეუბნება და ჩვენ მას მოусმენთ და ის ალბათ კიდევ მეტ დეტალს აგვიხსნის, როგორ გაყალბდა ეს საქმე იმისთვის, რომ მოწმია თვითმხილველი ქუჩაში მოკლული 19 წლის დანაშაულო ბიჭისთვის არა მხოლოდ სიცოცხლე წაერთმიათ, არამედ მისი რეპუტაცია, გარდაცვლილის უმციკლო რეპუტაცია ორჯერ შეელახათ. ფაქტიურად შვილი ორჯერ მკვლელობის წესიერესი ბიჭი, რომელიც თელმა კეკელიძე მიცის, როგორი თითით საჩვენებელი წესიერი ბიჭი იყო, ბანდიტის სახელით უნდათ რომ ყოფილიყო ბავში ცნობილი და
მადლობა უფალს და მადლობა იმას რომ ბატონი ბიძინა რო არ მოსულიყო მე კიდე არ ვიცი რა იქნებოდა და ჩვენ ბოლოს გავიდოდით თუ არა ფონს მაგრამ ასე მოხდა და ყველაფერი სიმართლე თავისი გაიტანა მაგრამ კიდევ მინდა ვთქვა რომ თავარი კიდევ ვინც იყვნენ დამკვეთები ოქრუაშვილი მაშინდელი ოქრუაშვილი არ არის დასჯილი რომელიც აუცილებლად უნდა აგოს მან პასუხი ამ ყველაფერზე იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი მაშინ საიდანაც მოდიოდა ეს დაკვეთა რომ უნდა გაეყალბებინათ და ბანდიტებად გამოეცხადებინათ და ბოლომდე გაეწირათ ის კი არა იცით რა სყვიროდა მიქაძე როგორც მახსოვს რატომ მოწმები რატო დატოვეთ ესენიც რატომ არ მოკალითო უკვე ისეთ აგონიაში იყვნენ რომ ამ ბიჭებზეც ამას ამბობდნენ რომ რატო ესენიც არის მოწმე რატო დატოვეთო და ასევე გავიმეორებ კიდევ ერთხელ რომ ბაქრაძემ ფაქტიურად გახსნა ეს საქმე ბაქრაძე ახლა აქ არ იმყოფება ის სპეციალურად ჩამოვიდა უკვე ახალი ხელისუფლების პერიოდი სასამართლოები რო იყო ჩამოვიდა და ყველაფერი მოყვა რა იყო და როგორ იყო და მას მადლობა ამისთვის და სხვათა შორის ხაზი მინდა გაუსვა ძალიან ბევრი მათგანი ვინც იქ იმყოფებოდა ეს იყო იაშვილი ვაკის პოლიციის უფროსი ეს არის მიქაძე მთავარი ფიგურა მთავარი დამნაშავე კიდევ ერთ-ერთი გვარი აღებულად ბევრი გარდაიცვალდნენ და მე მიმინდია სამართალი უფლისთვის და უფალი გაასამართლებს იქ სადაც არიან კი ბატონო ქალბატონოია დიდი მადლობა ბატონ სოზარს სურს რაღაცის თქმა ბატონი თენგიზი ბატონი ილია თქვენ გსურთ და შემდეგ დაგემშვიდობთ კი ბატონო დიდი მადლობა ქალბატონოია მიუხედავად იმისა რომ ამ საქმეში თითქოს პირველი წუთიდან ყველაფერი ნათელი იყო ბაშალეიშვილის დაპატიმრება და საბოლოოდ ბიჭებზე ვარის ეს დევნის შეწყვეტა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ რაც თითქმის 6 თვის მერე პირველი მოხსენება მქონდა საქართველოს პარლამენტში, სადაც ღიად ვილაპარაკე ამ ფაქტებზე. მაგრამ რაც ქალბატონმა თეამ თქვა, რომ თითქოს პოლიციის იმიჯის გადარჩენისთვის მოხდა გაყალბება, ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ბუწარო ბაქიძის მკვლელობიდან ძალიან მალე ანტიმონოპოლიური სამსახურის მოთხოვნით ტელევიზიებიდან მოხსნეს რეკლამა, აკრძალეს რეკლამის გაშვება, წამების საწინააღმდეგო რეკლამა ეს იყო ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის მიერ დამზადებული ვიდეო რგოლები, სადაც ლაპარაკი იყო, რომ წამება არის ცუდი უბრალოდ და თითქოს ეს პოლიციის იმიჯის შელახვას ემსახურებოდა, ასე ტოტალური კონტროლი იყო ყველაფერზე ამის თქვა მედოდა ამასთან დაკავშირებით ასევე. დიახ, ნამდვილად თქვენი დიდი ძალისხმევით მოხდა ამბავშვების გამოშვება და ამას დღემდე არ ივიწყებენ და მადლობას კი ხდია ნამდვილად. ბატონო თენგიზ პირველ რიცხვებისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ვიცი რაც რთულია, რაოდენ რთულია ამის ხელახლა კიდე გახსენება მით უმეტეს საჯაროდ. ბაშალეიშვილზე მინდა კითხოთ, რა თქმა უნდა ეს მასალებში არის და მაგრამ საზოგადოება უსწრებს ამას. თქვენ აღნიშნეთ რომ სააკაშვილმა ის გამოუშვა, რა ფორმით გამოუშვა, შეიწყალა თუ რაღაცა სხვა ფორმა იქნება ესე იგი ბაშალეიშვილი მე გეტყვით რატომ მჭირდება ეს? დიახ, ესე იგი ბაშალეიშვილი როგორც ხსოვს, კი არ შეიწყალა ბაშალეიშვილი არ შეუწყალებია, რაღაცა 3 წელი მიუსაჯეს და მოიხადა. აი ესე იყო როგორც მახსოვს. შეწყალებით შეიწყალა 2 განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული პოლიციელი. რომელიც ბავშვებს სასტიკად ექცეოდა, ეს იყო გვარი წეღამ თქვი, ეს იყო ერთი იყო ლობჟანიძე და მეორე იყო მაიზერ ლიპარტელიანი. ეს ორნი იყვნენ განსაკუთრებული სასტიკად. ისინიც დაპატიმრებული იქნენ და შეიწყო. კი, ისინი შეიწყო. რატომ მინდოდა ქალბატონო თეა, ეს შემდეგ გამეორდა ესეთი რამ, უკვე გირგვლიანის საქმეში, როდესაც ის პირები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, ჯერ გაასამართლეს, რომ ჩაეხშოთ თქვათ ან დაბალ დონეზე დაეწიათ ხალხის რეაქცია, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეიწყალეს. ეს მათი სტილი იყო. თუნდაც ესეთი გასამართლების დროსაც კი მათაც მაინც ჰქონდათ გარანტიები იმისა, რომ ბოლომდე საჯელს არ მოიხდიდნენ. ამიტომ იყო ეს გაკეთებული. მადლობთ. კი ბატონო, ბატონი ილია, ბატონი ალუდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენება. არა ეს ყველაფერი გვაჩვენებს იმ რეალობას, რომ ეს იყო სისტემა, რომელშიც ყველა იყო ჩართული. სისტემა, დიახ.
ამაში ჩართული იყო როგორც ტელევიზია, ასევე სასწრაფოს, სამედიცინო მიმართულებით. და ამ სისტემის შიშით ის პოლიციელებიც დანაშაულს ჩადიოდნენ, რომლებიც ამაში მოყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს დანაშაული იყო, ეს არასწორი იყო, კანონის საწინააღმდეგო იყო მათი ქმედებები, მათ უწევდათ ამ დანაშაულებების შესრულება შიშით ალბათ იმისთვის. და ეს აღიარებაც, რომელიც მოვისმინეთ, ეს ბაქრაძის აღიარების ერთ-ერთი ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც ის იძახის, რომ მე დავიცავი ამით ჩემი ოჯახიო, ჩემი შვილებიო, კი, ეს აღიარა, დანაშაული ჩაიდინა და ამ დონეზე იყო ეს შიში დასჯის. და ამ დასჯა რა ხერხებით მოხდებოდა დასჯა, არავინ არ იცოდა და ცოცხლები გადარჩებოდნენ თუ არა ესეც. დიახ, აი მე მაპატიეთ ერთი ფაქტი გამახსენდა, რა თქმა უნდა, საშინელი ზეწოლის ქვეშ ყავდათ სულ ყველა და საშინლად აშინებდნენ და მე ერთი ფაქტი დამავიწყდა, გარდა იმისა, რომ ჩემთან ამოვარდნენ ამ მეებით, ნიღბებით და ჩადება უნდოდათ და ტელევიზიით როცა გამოაცხადეს, რომ ბანდიტების ჯგუფიო დაკავებულიაო, საბანდიტო საყაჩაღოთ მიდიოდნენ და ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო, ბუტას მამიდამ დარეკა დონაძის იმაში ის იყო პრეს-ცენტრი თუ რაღაც აპარატში დიახ და უთხრა ესეთ ტყუილს რატო ავრცელებთ და ხალხს რატო ეუბნებით ესეთ რამესო. აჰო, ეხლა გაჩვენებ შენო. თვითონ დონაძემ უთხრა. 5 წუთში დაუწყეს ბრახუნი კარებზე, აუტეხეს, ეხა ნახავ რას გიზავთო და აუარდნენ, წარმოიდგინეთ და შენ ეხა რო შენ დაგიჭერთო, იმას ნახავო. და უნდოდათ მამიდის დაჭერა, წარმოიდგინეთ და მეზობლებს გადაურეკა ამ ბუტას მამიდამ და თელი სამეზობლო გამოვარდა და ვეღარ მოახერხეს მისი წაყვანა და დაჭერა. აი რა დონეზე ბედავდნენ, წარმოიდგინეთ. გოჩა მუკმანიან საშინლად აშინებდნენ ოჯახით. ვის აღარ, რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემა შექმნილი, ეს რაღაცა ძალმომრეობაზე და ბოროტებაზე და აშინებდნენ, იმიტომ ვამბობ, რომ ის 160 ოჯახი იმიტომ იყო გაჩუმებული, რომ შვილები ყავდათ და უკვე ხედავდნენ ვისთან ქონდათ საქმე და ვერ ღარიღებდნენ ხმას. ნამდვილად ძალიან რთულია. რთულია რა თქმა უნდა და რო გეუნებიან მეორე შვილსაც მოგიკლავდა, ესე გიზავთ, რომ იცი რომ ამის გამკეთებლები არიან, ნამდვილად მესმის მათი მე, რომ ვერ ღარიღებდნენ ხმას, მაგრამ მე კიდე ერთს დავამატებ, რომ ბუტათი და სანდროთი დაიწყეს მათ ქვეყნის დაქცევა და ბუტათი და სანდროთი დამთავრდნენ ესენი. აი ეს მინდა უთხრა საზოგადოებას. კი ბატონო. და ის ტელევიზიები, რომლებიც ამას აშუქებდნენ და მე არ მომისმენია, რომ მათთან შემდეგ როცა დამთავრდა ეს გამოძიება, როცა ყველაფერი ნათელი გახდა, მათ ბოდიში მოეხადოთ იმ შეფასებებისთვის, რა შეფასებაც მისცეს ამ ბიჭებს, როცა მათ კრიმინალები და დაჯგუფება უწოდეს. თუმცა ისინი ზოგიერთი შეიძლება დღესაც მუშაობდნენ ტელევიზიაში. კი ბატონო, სამწუხაროა ეგ რომ სწორედ იმდროინდელი ბევრი ისევ განაგრძობს ტელევიზიებშიც და ჩვენ კარგად არა მარტო ტელევიზიებში და ჩვენ კარგად ვხედავთ რომ დღეს სწორედ უამრავი ტელევიზია აქვს თავიანთი, ყველა ფერი აბსოლუტურად ჩავზე თეთრ საჩვენებენ საზოგადოებას. მე მაგალითად არც ვთავ, რა თქმა უნდა, მაგა ტელევიზიებს, მაგრამ ვიღაცაც და ალბათ უყურებს და აი ამ ბავშვებსაც ურევენ ტვინს, რომ აბსოლუტურად სხვა საჩვენებენ. და მაშინ ტელევიზია კი არა, ტელეფონში ლაპარაკის ის არ ქონდა საშუალება. და დღეს კიდევ ერთ ფაქტს მინდა გაუშვსვა ხაზი, მაშინდელი ციხე რა იყო და დღევანდელი რა არის, რომ დღევანდელ ციხეში პატიმარს მისცეს საშუალება ციხის უფროსმა, რომ ფრანგული ასწავლოს ახალგაზრდებს. იქ და საერთაშორისო დიპლომები აქვთ ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც 25-მა უკვე მიიღო, ჩამოვიდა განათლების სამინისტრო საფრანგეთიდან, დაუკავშირდნენ, წარმოიდგინეთ, პატიმრის წერილით და ჩამოვიდნენ აქ, ყველა პირობა შეასრულეს, რაც თვითონ ჭირდებოდათ და აქ ჩაუტარეს გამოცდები და 25-მა პატიმარმა საერთაშორისო საფრანგეთის
დიპლომი აიღო და 15 ელოდება ისევ გამოცდას ეხა რომელიც ისევ აიღებს და ასევე თანამშრომლებმა ერთმა უკვე აიღო და სხვაებიც არიან მზად რომ ისწავლონ გაიარონ კურსი და ჩამოვიდნენ და განათლების საერთაშორისო დიპლომი იყო. აი რატო ამბობ ამას შედარება მაშინდელსა და დღევანდელს შორის და ეს ამ ბავშვების გასაგონათო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის და იმ ენერგიისთვის და მაგალითისთვის, როგორი მაგალითიც აჩვენეთ. ბოლომდე იბრძოლეთ, ეს ყველას არ შეუძლია და ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ ისეთი გაუბედურებული ოჯახები, ვინც ვერ შეძლო ესეთი ბრძოლა და კიდევ უფრო დიდ უბედურებაში გადავიდა. სხვათა შორის მე მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ და დიდი მადლობა და დავამატებ იმას კიდევ რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის ხმა მინდა ახსოვდეს ყველას აი თუნდაც იმ ზრდასრულ ადამიანებს გარდა იმ ახალგაზრდებისა ვინც იქ დგას კარგი ამ ბავშვებმა არ იცოდნენ პატარები იყვნენ თქვენ როგორ დგეხართ ნუ თუ ირინას ხმა არ გახსოვთ ნუ თუ ამდენი ტრაგედიების ხმა არავისი გახსოვთ და აი ეს გამკვირვებია მათი იქ როგორ დგეხართ და ვისი მოყვადა გინდათ კიდევ და ერთადერთი იმასაც დავამატებ ეს გამომრჩა მოკლეს ქალბატონი ირინა როგორც ვიცი საფლავზე მოწამლეს მოკლეს საფლავზე დააკლეს შვილს მამა ბატონი იური და ჩემი მოკლაც რომელიც ამაზე მაშინ იყო სხვათა შორის სახალხო დამცველი და მასალა დევს ამისი ინტერნეტშიც და ყველგან თავის ანგარიშით შეიტანა ის რო იყო ვაიმე გვარი დამავიწყდა კაცი სახალხო დამცველი რომელსაც დაუკავშირდა ეს პატიმარი და ჩემი მოკლა რო ქონდა დავალებული და როგორ ესე იგი დამყვებოდა 3 დღე ეს ბიჭი ქუჩაში მაგრამ ვერ ქნა ეს და მეც დამიკავშირდა რომ ესეთი ის დავალება ქონდა მიცემული რომ მაღაზიაში რო შევიდოდი ვითომ ყაჩაღური თავდასხმით მეც უნდა მოვეკალი და ამის შემდეგ პირდებოდნენ რომ ნარკოტიკიც გექნება ფულიც გექნება და ნუ ციხეში კარგად გვეყოლებიო აი ესე ეუბნებოდნენ ამ პატიმარს რაზედაც უარი განაცხადა და კიდე დაავალეს რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში ზურას წინააღმდეგ მოწმეთ ვიღაცა უნდა მოეძებნა მაგრამ უარი თქვა და დაუკავშირდა სახალხო დამცველს მაშინდელს გვარი დამავიწყდა არა კაცი რო იყო ტუღუში არ იყო სოზარ სუბარი არა სოზარიც არ იყო მაშინ მოკლედ გაგვახსენდება არა უნდა ჩამეწერა მოკლედ და ეს დევს იმაში მის ანგარიშიც არის და ვიდეო გამოსვლაა თვითონ რომ გამოდის და ამბობს რომ ესეთ რაღაცას მიპირებდნენ. ანუ მე დავრჩი მოსაკლავი, მაგრამ მომისრო ბეწვზე ხელისუფლების შეცვლა. და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინას და ხელისუფლება რომ შეიცვალა და ახალი ხელისუფლება მოვიდა, თორემ მეც ალბათ აღარ ვიქნებოდი. ბატონი ალოდა გთხოვთ. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ თქვენ არა მარტო იმისთვის რომ დღეს აქ მობრძანდეთ და საზოგადოებას გაახსენეთ კიდევ ერთხელ ის რაც თქვენთვის ძალიან მძიმე არის მე პირველ რიგში მადლობას გეუბნებით იმისთვის რაც თქვენ შეძელით ეს გააკეთეთ არა თქვენი შვილისთვის არა თქვენთვის პირადად არამედ გააკეთეთ იმათ შვილებისთვის ვისაც თქვენ საუთეს უბედურება არ შეემთხვა. მე მინდა ქალბატონ ირინა ახსენეთ და როგორ შეიძლება რომ ის სულს პატივი არ მივაგოთ, რომელიც არის სიმბოლო ბოროტებასთან ბრძოლის. გავა წლები და ისტორია ნამდვილად ასე დაამახსოვრდება ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს როგორ ებრძოდა და როგორ ებრძოდით რეჟიმს. თქვენ როდესაც ახსენებთ რომ იმას რომ მე ვერ მომკლესო მე მინდა გითხრათ რომ და საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ეს ფიზიკურ სიკვდილზე არის საუბარი თორემ ისე როდესაც დედას შვილს მოუკლა ის რა თქმა უნდა რომ მისთვის თქვენ სიტყვაში ახსენეთ რომ ჩემთვის ცხოვრება მაზრი დაკარგა მაგრამ აი სწორედაც აი თქვენ როდესაც ყვებოდით გეტყვით რომ თქვენი შვილის საქმე რომ მომიტანეს რამოდენიმე ადამიანს გადაეცემოდა ხელიდან ხელში იმისთვის რომ
ადამიანებს ეშინოდათ იმისთვის, რომ ადვოკატთან მისულიყო და ეთქვა, რომ მე ამ სიტუაციაში ვარ ჩართული. ეს საზოგადოებას მინდა უთხრა. და აი, როდესაც დღეს აი, ჟურნალისტებმა სანამ აქ შემოვიდოდი და კითხვას რომ მისმევდნენ პროტესტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ღია საჯაროდ ვიძახი. არავის არ ეზღუდება პროტესტი, ყველას აქვს უფლება, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მორიგჯერზე გავიმეორებ. ჩვენ არ ვართ ბოროტები. ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ხალხი და ჩვენ არ ვართ ბოროტები. აი ის რაც სკოლაში რაც ჩვენ სამწუხარო ისტორიიდან მოვისმინეთ, ეს ბოროტების გამოძახილი არის. ეს პატარა კაცების გამოძახილი არის. ურ შეიძლება ღირსეულად მართავდე ქვეყანას და იძახდე რომ ხელი არ აგიკანკალდეს? როგორ შეიძლება ღირსეულად მართავდე ქვეყანას და იძახდე ნოლევან ტოლერანტობას? მაშინ როცა 11 მილიონი დახარჯე იმისთვის რომ უკაცრავად და საზოგადოებას ბოდიშსუხდი საკუთარი ტანის კორექციისთვის და ამას ეხლა უტიფრად საზოგადოებას ნაცარს აყრე, როცა შავებში ჩასმული მშობლების თვალებში ჩახედვის თავი არ აგავს, რა მართლობაზე ლაპარაკობ? ჭირს აუღია და წყალს აუღია კიდე ყოველგვარი პოლიტიკა და ყოველგვარი პარტია კიდე. რაც არ უნდა აიკრძალოს, სულ რო არაფერი არ აიკრძალოს და სულ რო ეხვეწებოდნენ რომ მოდი აგერ შენი პარტია, მოდი არჩევნებში მიიღე მონაწილეობა. ერთი ადამიანის გაუბედურებათ არ ღირსეს, მით უმეტეს ჩვენისთანა ერისა. ერისა, რომელსაც გააჩნია ღირსება. ოთარანთქვრივი არ დაწერილა სადღაც სხვაგან და ოთარანთქვრივი არის სწორედაც განსხოველებული თქვენში, ქალბატონ ირინაში და იმ მებრძოლი ადამიანებიდან და არ დამავიწყდება. კიდევ ერთხელ ვიძახი, რა თქმა უნდა, ამას არავის არ ვამადლით, რომ დღეს ზოგიერთი ადვოკატი დამწყები თუ მოქმედი თუ ასე შემდეგ იქ პოზიციონირებს კამერებთან, როგორ არის მათი ადვოკატი, ასე შემდეგ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ და უნდა დაიცვათ. რა თქმა უნდა, სირთავენ ციხეში და იქიდან რა თქმა უნდა, ამაზე მეტი რა გინდა? რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება რომ ყავდეს ადვოკატი და უნდა დაიცვათ და რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთოთ. აუცილებლად უნდა გააკეთოთ. და ვინც ამაში ხელს შეგიშლით, აგერ მე პირადად გეუბნებით რომ მე პირადად დავინტერესდები ამაში რომ ბუნებრივია ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ როდესაც ცხეთის ქუჩაზე ვაკეში თქვენი ოჯახის წევრის თანდასწრებით შუმად მომიტანეს საქმე და სასამართლოში რო კრძალავდნენ იმას რომ იქ პროტესტს რო ვერაჩერებდნენ და რამოდენიმე მეტრით კანონში განახორციელეს სულილება იმის რომ პროტესტი აკრძალულიყო და პროტესტი რაზე იყო ლაპარაკი რომ ვიღაცას პლაკატი დაეჭირა და ეთქვა რომ სიკვდილი არ შეიძლება. ქუჩაში ადამიანის სიკვდილი არ შეიძლება. ამაზეა ხალხო ლაპარაკი. თქვენ ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი კიდევ ერთხელ ეს არის მაგალითი იმისა რომ აი ეს პატარა კაცები, აი ეს ვითომ მაგარი რეჟიმი სინამდვილეში დამარცხდა თქვენთან, დამარცხდა ქალბატონ ენუქიძესთან. ეს მინდა კარგად გაიაზრონ იმათმა, ვინც დღეს მათ გვერდში არის. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა და კიდევ ერთს გავიხსენებ, თქვენ სიკეთე ახსენეთ, რომ ჩვენ არა ვართ ბოროტები და სწორედ არ შეგვიძლია ამ საშინელების ჩადენა და იმიტომ ბედავენ დღეს ესენი ესე რო არიან ასეთ ამბავში და მე მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი, ერთ-ერთი დამნაშავე იაშვილი, რომელიც იყო ვაკის პოლიციის უფროსი, თუ არ მეშლება, მაშინ საიდანაც იარაღი წამოიღეს. ის იყო ციხეში და დამიკავშირდა მისი შვილი და მითხრა თუ შეიძლებაო გთხოვოთ ესეთი რამეო მამა უკვდებაო და იქნებო იადეიდაო გამოაშვებინოთო და ნახოსო მამაო და სხვათა შორის მე მივეცი ამის უფლება და არ ვნანობ იმიტომ რომ იაშვილი გამოუშვეს ციხიდან და მალევე გარდაიცვალა და ის არ იყო დიდი დამნაშავე ამ საქმეში მით უმეტეს არც იცოდა მივიდნენ შევარდნენ და ეს იარაღები წამოიღეს იქიდან რისთვის მიქონდათ სად მიქონდათ ეგეც არ იცოდა უბრალოდ მე ისიც იმ ადგილზე მიიყვანეს ჩართეს მთელი სისტემა და მე ამითი ძალიან კვაყოფილი ვარ რომ ეს გავაკეთე და ის გამოვაშვებინე და ბაქრაძის შვილები მადლობას მიხდიდნენ და ტიროდნენ და უბედნიერესები იყვნენ რომ მე მათ შეუნდე და ვაპატიე და მან ყველაფერი აღიარა
არა და კიდევ ერთხელ უხდი მადლობას მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულში ჩართეს ეს ადამიანი, მაგრამ ფაქტიურად მან გახსნა ეს საქმე და მე მადლიერი ვარ მისი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიმართავ. დაფიქრდით შვილებო, გადახედეთ ამ უახლოეს ისტორიას, გადახედეთ იმ ტრაგედიებს, ყველა მასალა დევს, ფაქტები, სურათები, ვიდეოები და დაფიქრდით ვის უჭერთ მხარს. აი ეს მინდა კიდევ ერთხელ. მადლობა, ბატონ სოზარს აქვს განცხადება სურს. ქალბატონია, წერან თქვენი მიდან მონაყოლიდან ცოტა ისეთი გაურკვეველი ის დარჩა, იმიტომ რომ ნამდვილად, როდესაც მეორედ დაიჭირეს ბიჭები, სწორედ პარლამენტში მოხსენების შემდეგ მოხდა როგორც ბაშალეიშვილის დაპატიმრება, ისე ამ ბიჭების გამოშვება, მაგრამ პირველი გამოშვება როცა მოხდა მეორე თუ მესამე დღეს, ამ შემთხვევაში პირადად მოსამართლემ ნინო შარაძე იყო მოსამართლე, რომელმაც რომ გამახსენეთ, ეს არ მინდოდა დამვიწყებოდა, ხო? იმ პერიოდში ძალიან რთული იყო, რომ მოსამართლეს მიიღო ასეთი სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და ეს გამახსენეთ, მოვდიოდი მომზადებული რომ ეგ უნდა მეთქვა და დამავიწყდა. ქალბატონი ნინო შარაძე, უღრმესი მადლობა მას. იმ დროს რომ გაბედა სხვათა შორის მეორე დღესვე მოხსნეს ადგილი. მოსამართლე, რომელმაც მესამე დღეს ბავშვები იმ წუთას დარბაზიდან გაუშვა. და ესეც გამოაცხადა, მე ვერ ვხედავ ამ ბავშვებში რაიმე დანაშაულსო და გაანთავისუფლა. როგორ მადლობთ რომ ეს გამახსენეთ და ისიც გაანთავისუფლეს შემდეგ დასაჯეს. გაანთავისუფლეს სამსახურიდან და კიდევ კარგი რომ უარესი არ უქნეს და მარტო გაანთავისუფლეს. მადლობა მას, იმიტომ რომ მოსამართლე ყოფილიყო ასეთი გაბედული იმ დროს ეს გმირობის ტოლფასი იყო ნამდვილად. დიდი გმირობა იყო, დიდი გმირობა. მადლობა ქალბატონოია, მე დიდი იმედი მაქვს რომ ისინი ვინც გვისმენენ, ვისაც არ ახსოვს ან არ უნდა რომ ახსოვდეს, მაგრამ პირველ რიგში მაინც ახალგაზრდებს ვინც 2004 წლის გიორგობის დღეს ან დაბადებული არ იყო, ან მცირეწლოვანი იყო და დღეს მისდაუნებურად ეხმარება იმ ბოროტ ძალას. სტელობებია, რა თქმა უნდა, წარუმატებელი, რომ ისევ ხელისუფლებაში მოbrunდნენ. ჩვენი ვალია ვუთხრათ, ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში, მივცეთ ამას პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება და მე დიდი იმედი მაქვს ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომ ჩვენი დასკვნა იქნება ერთ-ერთი წვლილის შემტანი იმისათვის, რომ ასეთი პოლიტიკოსები ვეღარ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესში. მიშა სააკაშვილის, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის ადგილი ნამდვილად არის საპატიმროში, მისი ადგილი ციხეშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მისი ხელმძღვანელობით ვერავინ მისი, ასე ვთქვათ, თანამებრძოლი ვეღარ მოხვდეს ხელისუფლების სათავეში და იგივე უბედურება არ ეწვიოს დღევანდელ ახალგაზრდა სტუდენტ ქალებს, რომლებიც დედები უნდა გახდნენ, რომელი უბედურებაც თქვენ დაგატეხეს თავს. ჩვენ ახლა მოვუსმენთ თქვენს შემდეგ ბატონ გოჩა მუკბანიანს, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, ის იყო მაშინ ჟურნალისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს PR სამსახურისა და მთლიანად ამ სცენების დადგმის ხელმძღვანელის გურამ დონაძის, რომელიც ასევე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს უკვე ამ საქმეზე სასჯელს იხდიდა ციხეში, მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც უნდა გადაეღო სცენა, თითქოს და თქვენი ვაჟი იყო შეიარაღებული. მისი მოსმენა ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ამ მტკივნეული ფაქტების გახსენებისთვის. მე გიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ მომეცით საშუალება, რომ მივმართე ისევ საზოგადოებას და ისევ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს და ასევე მინდა გითხრათ, რომ მთელი საზოგადოება დიდი იმედით ელოდება სწორედ ამ კომისიის საბოლოო დასკვნას, რომ ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეცოს ჩვენს ქვეყანაში და აღარ განმეორდეს და ყველაფრის უფლება მათ ჩამოერთვათ საერთოდ პოლიტიკაში არსებობის და დიდი იმედით ელოდება ამას. დიახ, სიმბოლურია, ახლა გამახსენდა, რომ მგონი დღეს არის როდესაც თქვენი ვაჟი მოკლეს, ამას სხვა სიტყვა არ ქვია. ერთ-ერთი დავალების გამცემი უნდა ყოფილიყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. მისი სასამართლო პროცესი არის დღეს, ვინაიდან მან იუკადრისა ჩვენი კომისიის წინაშე გამოცხადდება, ამისათვის ერთ წლამდე საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს სხვებს შორის სისხლის სამართლის კოდექსი და რაოდენ სიმბოლურია, რომ როდესაც თქვენ დღეს თქვენი შვილის
კვლელობაზე საუბრობთ ჩვენი კომისიის წინაშე, დღეს სასამართლო იხილავს მისი სავარაუდო დანაშაულის საქმეს, როდესაც მან უარი თქვა. ერთის მხრივ არ გაგიკვირდება ადამიანს რომ უარი თქვა, იმიტომ რომ მას ჩვენ ბუტაროფაგიცეზეც დაუსვამდით კითხვას, რატომ გასცა და თუ გასცა მან ბრძანება მისი შვილის თქვენი შვილის ლიკვიდაციის შესახებ, მხოლოდ იმიტომ რომ დამნაშავე პატრულის რეპუტაცია გადაერჩინა, გასწირა ახალგაზრდას, ახალგაზრდების სიცოცხლეები, ისე რომ არც დაფიქრდა ministri კაცი. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, რომ მისი დავალება იყო ეს ყოველი. მისი და რა თქმა უნდა სააკაშვილთან შეთანხმებით. ეს იყო მათი ერთობლივი გადაწყვეტილება. ამაში ჩვენ არ გვეპარება, რომ სააკაშვილი იყო ყველა ბოროტების წყარო. ის თუ გვისმენს მისი საპატიმრო ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან ძალიან ნიშნულოვანია, რომ ახლა მაინც შეაფასოს ის დიდი ბოროტება ობიექტურად თუ ამის უნარი შესწევს. არავითარ შემთხვევაში ეგ არ შეაფასებს, ეგ არის პირდაპირ, აი როგორ ვთქვა, არ მინდა რაღაცა ცოტა ისე გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილი სატანაა, რომელმაც ამ წუთას ვხედავთ ღიად სატანის ეშმაკის და უფალს შორის ბრძოლას. აი ღიად ჩანს ეს ყველაფერი და უფალი ყოველთვის რა თქმა უნდა გაიმარჯვებს და იმარჯვებს. დიდი მადლობა ქალბატონო. თქვენ მადლობა რომ კიდევ ერთხელ მომეცით საშუალება რომ ეს ყველაფერი მეთქვა. მადლობა. ბოდიში რომ ვერ გაცილებთ, ჩვენ ბატონ გოჩას უნდა მოусმინოთ. მადლობა დიდი, კარგად. მადლობა, ნახვამდის.